რეაქცია ყურადღება გავსვლა ლოგიკურია, რომ არჩევნების ბარიერი, საარჩევნო ბარიერი 50% იყოს და არა უფრო დაბალი და აქ ჩემი მხრიდან მაგალითად საყუდური მხოლოდ ისაა, რომ 45-დანაც ჩემი აზრით დათმობა მეტისმეტი დიპლომატიის გამოხატულება იყო. მე არ გამოვრიცხავ, რომ მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდნენ. როგორც აგენტოებმა ბრძანეს, იყო ბაიდენის ზარი. სწორედ დემოკრატიული ინსტიტუტების გაუმჯობესების თაობაზე ხელისუფლებისთვის გინდა 45%-იანი ყოფილა ზღურბლი, გინდა 50%-იანი, ის ვერც 45-ს გადალახავს პირველ ტურში და ვერც 50-ს. ამიტომ მისთვისაც ეს სულ ერთია. არადა სამართლიანობის თვალსაზრისით თუ მივუდგებით, ერთადერთი სამართლიანი რიცხვი ეს არის 50%-იანი ზღურბლი, რაც ნიშნავს იმას, რომ არჩეული ადამიანები ვინც აირჩევა, ის პირი არჩეული იქნება უმრავლესობის მიერ და სწორედ ეს არის მოთხოვნა. აბსოლუტურად ლეგიტიმურია მათი საყვედურების, საზოგადოებების და ექსპერტების საყვედური, რომ 50%-ის პლუს 1 ეს არის სამართლიანი პრინციპი, რატომ დავიდა ალიანსი 45%-ზე, მაგრამ მეორეს მხრივ ხელისუფლება ჩვენ გვაბრალებდა, რომ ჩვენ გვაქვს ხისტი პოზიცია და მხოლოდ 50%-ს გავიძახით, ჩვენ არ შეგვიძლია ყველაფერი ერთად გავაკეთოთ, მიგვაჩნია, რომ 50% არის ყველაზე ობიექტური, ყველაზე სამართლიანი, მაგრამ 45% ნამდვილად ჯობია 30-ს. საზოგადოებამ მე მგონი კაფეოდ გამოხატა თავის პოზიცია, რომ ხარს უჭერს 50+1, რაც ელემენტარულ სამართლიანობას ნიშნავს და ხელისუფლების მხრიდან იმის თქმა, რომ ოპოზიცია ამ შემთხვევაში თავის თავზე ირგებს კანონს და ბარიერის გამო, ეს პირდაპირ აღიარება არის იმისა, რომ რა თქმა უნდა უმრავლესობა უჭერს ხარს ხელისუფლების ალტერნატივას, ამ შემთხვევაში ალიანსის.